ანგარიშ ვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირი საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საღამოს მაესტროზე. ვფიქრობ, მტკივნეული და უხერხული იყო მსგავსი განცხადება იმ პოლიტპატიმრებისთვის, რომლებიც დღემდე ციხეებში რჩებიან. ასე პასუხობს ეკაბესელია ირაკლი ალასანიას, რომლის აზრითაც ქუჩის აქციებზე ეფექტური პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად მისი შეხვედრა გახდა ვანო მერაბიშვილთან. მოუწევთ თუ არა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს ხელისუფლების შეცვლამდე ციხეებში ყოფნა? რატომ იკავებს თავს ოპოზიციის ერთი ნაწილი შეუერთდეს მათ გასანთავისუფლებლად ჩატარებულ აქციებს და გეგმავს თუ არა გახდეს რომელიმე ახალი პოლიტიკური გაერთიანების წევრი? ამ თემებზე პირდაპირი საუბარი მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრების ლიდერთან ეკაბესელიასთან გვექნება. ჩვენი კონსტიტუცია ყველაზე ევროპული იქნება, განაცხადა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა. არის თუ არა ყველაზე ევროპული ევროპის მხოლოდ ორ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო მოწყობის მოდელი? გვაახლოვებს თუ გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები და რა ალტერნატივას სთავაზობს საზოგადოებას საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია? ამ თემებზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან ვისაუბრებთ. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს და ჩვენი სტუმარია ეკაბესელია. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. და მიხარია რომ ეთერში დაბრუნდით ისა. დიდი მადლობა. პირველ რიგში მაინტერესებს, ხონდა თუ არა რაიმე კონკრეტული შედეგი იმ აქციებს, რომელიც თქვენ რამოდენიმეჯერ მოაწყეთ უკანონო პატიმრებთან დაკავშირებით? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ხონდა უკვე. პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ყველაზე კოორდინირებული მოძრაობა, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის და სამოქალაქო კამპანიის სახელით სოლიდარობა უკანონო პატიმრებს დაიწყო და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შინაარსობრივად დატვირთული, იმიტომ რომ მოხდა კონსოლიდირება პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრის. მთავარი მიზანი ჩემთვის იყო ის, რომ ერთის მხრივ ჩვენი რესურსების გაერთიანება მომხდარიყო ისეთი ძალიან ღირებული და მართლაც ეპარტიული თემების ირგვლივ, როგორიც არის პოლიტპატიმრები, უკანონო პატიმრები, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა და ამიტომ იყო ეს ერთ-ერთი ძალიან ეფექტური დასაწყისი. მეორე, რაც მინდოდა ძალიან ეს იყო დაგვეძლია ის შიში და გაგვერღვია ის სივრცე, რომელიც გულისხმობდა პატიმრების მხრიდან კომუნიკაციის დაწყებას უკვე გარეთ სამოქალაქო სპექტრთან, ანუ მათ გაშენოდათ იმედი, რომ ილაპარაკონ იმ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ. ეს პროცესი დაიწყო ეკა, იმიტომ რომ უამრავმა ადამიანმა მოგმართა უკვე მოგძებნა პირდაპირ ეკავენ საპატიმროებიდან ლეგალურად იმ დართული სატელეფონო კომუნიკაციით, გველაპარაკებიან საკუთარ პრობლემებზე. შემდეგი რაც ასევე პოლიტპატიმრები თუ ის ადამიანები, ვინც არ არის პოლიტიკური არა მარტო პოლიტპატიმრები, ჩვენ უკვე ჩვეულებრივ უკანონო პატიმრებთან დაკავშირებით დავიწყეთ ასევე მეორე ტიპის კამპანია, იმიტომ რომ პოლიტპატიმრები, რომელიც 60-ზე მეტია დღეს ქვეყანაში და ეს არის სია, რომელიც უკვე აქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ამას გარდა უზარმაზარი პრობლემა უკანონო პატიმრების სახით. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ რეგისტრაცია იმ ადამიანების, ვინც ასეთად მიიჩნევს თავს და ვინც მიიჩნევს, რომ უსამართლოდ მოექცა მას სასამართლო, არ განიხილეს მის საქმე ობიექტურად. მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს როდესაც საუბრობენ რომ დაიწყება ევროსაბჭოს ეგიდით კომისიის შექმნის პროცესი, დაინიშნება მომხსენებელი საქართველოს ისევე როგორც ეს არის სომხეთში, აზერბაიჯანში, რომელიც დაიწყებს შესწავლას პოლიტპატიმრების საქმეების, ის რომ საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე აქტიურად ერთვებიან და დასკვნებსდებენ პირდაპირ. მათ შორის სხვათა შორის გახსოვთ თქვენ ეს იყო მარტში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში პირდაპირ ჩაიწერა, რომ არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. ის რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ამაზე ლაპარაკობს და დღეს სხვათა შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რომელიც არის ჩამოს
ჩამოსული და შეხვედრის დროს საუბრობდა პოლიტპატიმრებს და ჩვენ ხვალ სპეციალურ მიმართვას გადავცემთ მას და სიას პოლიტპატიმრების და იყო საუბარი კომისიის შექმნის ფორმატზე და ამაზე მე საერთაშორისო კომისიის ევროსაბჭოს ეგიდით და ამაზე მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ევროსაბჭოს ოფისთან და ეხლა გეგმა რამდენიმე შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეს უკვე არის ამ თემის გაცილებით სხვა ფორმატში საერთაშორისო მასშტაბში დანახვა. ანუ პრობლემა გახდა შემაწუხებელი არა მარტო ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ შევძელით რომ ეს რესურსების მობილიზება მოვახდინეთ, ანუ არ მოგვერიდება ამ თემის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება. გულისხმობ ყველას პოლიტიკურ სპექტრს, განსხვავებით ვინ რა ორბიტაზეა, ვის რა მიაჩნია, სწორად არ მიაჩნია. ეს არის ის თემები, რომლის ირგვლივ უნდა შეძლო და გაბედულად უნდა თქვა, რომ დღეხარ სწორედ იქ, სადაც არის ამ პრობლემების გადაწყვეტის გზა. თუ შევძელით, რომ ეს პროცესი გავაგრძელეთ ესევე აქტიურად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ პოლიტპატიმრების განთავისუფლების პროცესს და ამ ფაქტების მომსწრენი გავხდებით არა 2013 წელს, როგორც ზოგიერთი პირდება, არამედ იქამდე. თუმცა ქალბატონო, ანუ პერსპექტივა მართლაც საინტერესოა და მასზე შემდეგ უფრო ცლად ვისაუბრობთ. ირაკლი ალასანიამ გადაცემა არგუმენტებში განაცხადა, რომ გაცილებით შედეგიანი იყო მისი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, რასაც კონკრეტულად რამდენიმე პატიმრის განთავისუფლება მოყვა, ვიდრე თქვენი, ასე ვთქვათ, ქუჩის აქციები. თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? არა. ამის პასუხი მაქვს მე კონკრეტული. ის შეხვედრა, რომელიც როგორც ირაკლიმ განაცხადა, იყო მისი ორგანიზებით, მე იმ შეხვედრაზე ვიყავი მიწვეული, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მასპინძელი, მე ვთქვი უარი იმ შეხვედრაში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ იმაჩნდა რომ ეს იყო აბსოლუტური ფარსი. იმ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ ეს იყო პოზიტიური შეხვედრა, დაიწყებოდა პროცესი და ამის სანაცვლოდ ხელისუფლებამ საჩვენებლად რამდენიმე ადამიანი გაანთავისუფლა. მე მიხარია, რომ ეს ადამიანები გაანთავისუფლდნენ, მაგრამ ზუსტად რამდენიმე დღეში დააპატიმრეს ჩემი შვილი და ჩემი ძმა. აი ეს იყო პასუხი ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ მე არ ვიტყოდი ირაკლის ადგილას, რომ ეს იყო წარმატებული პროცესი, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ამ ტიპის რეპრესიას მიმართავს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ და სხვათა შორის მე გაჩნდა კითხვა და მეც გამიჩნდა ეს კითხვა, როცა ამ დებატებს უყურებდი, რომ